გორის მაჟორიტარი შიდა ქართლის გუბერნატორს უპირისპირდება. სოსო ვახტანგაშვილის ზურაბ რუსიშვილის გადადგომას ითხოვს. მას მხარს უბამს გორის გამგებელი დავით ონიაშვილიც. მიზეზად კრიზისული ვითარება სახელდება გუბერნატორის საპასუხო განცხადებას ავრცელებს და გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს. ქეთი ფარცხალაძე გაგვაცნობს ახლა დაპირისპირების მიზეზებს. ქეთი გისმენთ. გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბერნატორის გადადგომის შესახებ ტელეკომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. დღეს მას დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებია. ღია ეთერში კი სოსო ვახტანგაშვილმა გუბერნატორი უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გუბერნატორის პასუხისმგებლობის საკითხია ქალაქის მომართლობაში ბოლო დროს შექმნილი კრიზისული ვითარება. გორში არაეფექტურ მომართლობაზე საუბარი დღეს არ დაწყებულა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა გორის ბიუჯეტისა ორჯერ ჩავარდა, ასევე პარტია ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ იოსებ ფარელაშვილმა თანამდებობა დაატოვა და იყო მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების გადადგომის შესახებ. და როგორც დეპუტატი ამ გუბერნატორს კომუნიკაცია საკუთარი გუნდის წევრებთანაც კი არ აქვს. უნდა ჩვენ ამ პრობლემებს ხედავდით, რა თქმა უნდა ეს ნეგატივი ერთბაშად არ წარმოსულა. ეს არის ნაბიჯ შექმნილი რეალობა, რომელიც მის მიერ და ამ გუნდის მიერ იქნა წარმოდგენილი დღეს ჩვენს აი ამ რეგიონში. დიდი ხანია ეს პიროვნული დაპირისპირება მიმდინარეობს გორის რაიონსა და სამხარეო ესე ვთქვათ რგოლს შორის, გუბერნიის აპარატს შორის და არ არის დასამალი და არ არის დამალული საზოგადოებისთვის ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი მოწადინება იყო, გაჟღერდა კიდევაც რამოდენიმეჯერ, რომ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესი დაწყებულიყო გორის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელზე. სოსო ვახტანგაშვილს ეთანხმება გორის გამგებელი დავით ონიაშვილი. გუბერნატორის მხრიდან არასათანადო კომუნიკაციაზე საუბრობენ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატებიც და ისინიც მიიჩნევენ, რომ შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა უნდა დატოვოს. სიტუაცია თავისთავად ცხადია ქართულ და თუნდაც მერიეს საკრებულოს შექმნის სიტუაციიდან გამომდინარე და ესაც მგონი საკმარისი. ამ მიზეზების განამეტებზე თავს შევიკავებ და მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარებს. ძალიან მძიმე კაცია, მაგ სამსახურისთვის ეგ არის ძალიან მძიმე კაცია და ისედაც შემიძლია თქვა, რომ გუბერნატორის მოვალეობა უნდა იყოს, რომ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტში იყოს. არ არის კონტაქტში არ არის საერთოდ. ჩაკეტილია თავის კაბინეტში და მაგის ტრიალებს იქ ყველაფერი და მე ჩემ კოლეგებს მაინც ხარს უწევ და ჩვენ ვერჯერ ქონა ლაპარაკი, მაგრამ ამ ბოლოხანებში რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ წინა იმ წლებში დეკემბერში და მომწევში ქონა ლაპარაკი, რომ უკმაყოფილიყავით ჩვენ გუბერნატორს და ჩვენ კოლეგებს შიდა ქართლის დეპუტატებს ამ თემაზე ლაპარაკობთ ხოლმე, რომ ჩვენთან კომუნიკაცია არ ქონდა. შიდა ქართლის გუბერნატორმა ამ საკითხზე საუბარი მედიასთან არ ისურვა, ის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია. არ ვაპირებ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილის ბრალდებებზე ვრცელი განცხადების გაკეთებას. ყველასთვის ისედაც გასაგებია, რომ საარჩევნო წელს ადგილი ექნება დაუსაბუთებელ ბრალდებებს. მე როგორც სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და არანაირ პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ ვგეგმავ. ეს იყო ზურაბ რუსიშვილის განცხადება. ქეთი ფარცხალაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.